გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ჩვენს ნომერზე 557 88 55 88 ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დღეს გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული თემა გვექნება, ასე რომ თქვენი ჩართულობა პირდაპირ ეთერში ამ გადაცემაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. გადის დრო და ჩვენ ყოველდღე სულ უფრო მეტად ვკარგავთ სოხუმს და ცხინვალს. ამ ყველაფრის პარალელურად კი ბოლო პერიოდში სოციალური მედიის მეშვეობით ხედავთ უამრავ კომენტარს, უამრავ ვიდეოს, სადაც აფხაზები განსაკუთრებით გამოირჩევიან საქართველოს მიმართ აგრესიით, ზიზღით, სიძულვილით. წერენ კომენტარებს, რომელიც შემზარავია ხშირ შემთხვევაში და ამის პასუხად უკვე გაბრაზებული ქართველები ინტერნეტში ანალოგიურად აგრესიულად პასუხობენ შემდეგ ამ აფხაზებს. მეცაც გეტყვით, თქვენ იცით, რომ საქართველოში LGBT ჯგუფები ინტერნეტ ქსელებში საკმაოდ პოპულარული არიან, კაბიანი მამაკაცები ვიდეოებს აქვეყნებენ ინტერნეტში და შემდეგ ამ ვიდეოებს ნახულობენ აფხაზები და საკუთარ ინტერნეტ გვერდებზე და საკუთარ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ და წინ ურთავენ კომენტარს. ნუ თუ ქართველები ყოველთვის ასეთი იყავით, თუ ახლა შეიცვალეთო. დასცინიან ამის გამო საქართველოს ყველანაირ მიზეზს პოულობენ და შეურაცხყოფას აყენებენ. იმ ბოლო ფაქტმაც დიდი ხმაური გამოიწვია, რომელიც მოხდა კახეთში, თელავის რაიონში, რუსი ტურისტების ცემა, მათ ეს სხვანაირად დაინახეს და თქვეს, რომ აი ქართველები დადიხართ და ქალებს ურტყამთ. მოკლედ, ბევრი მიმართულებით მოდის ეს აგრესია, ამ დროს კი ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი სახელმწიფო რას შვება, რა პასუხი უნდა გავცეთ აფხაზებს? მე მახსოვს, რომ 90-იანი წლების პერიოდში და შემდეგაც და ახლაც, როდესაც სკოლაში ვიმყოფებოდი და ვსწავლობდი, ლექსებს ვკითხულობდით და ლექსებს ვწერდით აფხაზ ძმებზე და სიყვარულს და სითბოს და მეგობრობის ხელს ვუწვდით და ვუწვდით როგორც ლექსებში, ასევე ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის პროპაგანდაც არ მუშაობს კარგად და საკმაოდ მძიმე კომენტარები იწერება და მძიმე შეფასებები აქვთ ქართველის მიმართ აფხაზებს. ყოველ წელს აღნიშნავენ ქართველ ოკუპანტზე გამარჯვების დღეს. ბავშვებში და ახალგაზრდებში განსაკუთრებით დიდია სამწუხაროდ ეს ზიზღი. რა არის აქ გამოსავალი და დღეს ინტერაქტივში ჩვენ ასეთ შეკითხვას ვსვამთ. რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს, როგორი იქნება თქვენი მიმართვა პირდაპირ ეთერიდან? რა სამშვიდობო გზავნილები გექნებათ აფხაზებთან, ოსებთან, სოხუმთან და ცხინვალთან? ქართველმა ხალხმა ეს თემები, ეს უმტკივნეულესი თემები არ უნდა დაევიწყოს. გადის ჩვენი დროც, თითქოს სოხუმიც და ცხინვალიც ხდება მეორე ხარისხოვანი, უფრო მეტად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ვართ დაკავებული მოქალაქეებიც, სახელმწიფოს მხრიდანაც, მთავრობის მხრიდანაც ვერანაირ რეაგირებას და ქმედებებს ჩვენ სამწუხაროდ ვერ ხედავთ, რაც შერიგებისკენ, კონფლიქტის მოგვარებისკენ არის გადადგმული დიპლომატიური გზებიც არ ჩანს, არანაირი გზა არ ჩანს უბრალოდ ამის თქმა მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ახლა ჩვენი ხაზი თავისუფალია, შეგახსენებთ ინტერაქტივის კითხვას. რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? როგორი იქნება ქართველი ხალხის მიმართვა მათდამი? როგორ უნდა დაიწყოს შერიგება? რაში ხედავთ გამოსავალს? ჩვენს ტელერადიო მაუწყებლობას თვალს ადევნებენ გალის რაიონშიც. აფხაზეთის სხვა მონაკვეთზეც გვიყურებენ ჩვენ. მოგვდის უამრავი წერილი და ინფორმაცია და სულ ახლახანს მე მაცნობეს, რომ დაწესდა ჯარიმები ქართული სიმღერის მოსმენისთვის. თელს აფხაზეთში, განსაკუთრებით გალის რაიონში ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. თუ კი მაგალითად ავტომანქანაში ადამიანი მოусმენს ქართულ სიმღერას აფხაზეთში, მისთვის ჯარიმა 1500 ლარის ექვივალენტია რუბლში. ხოლო თუ ქორწილში ჩართავენ, გაბედავენ და ქართულ სიმღერას, ამ შემთხვევაში 3000 ლარით დაჯარიმდებიან ისინი. ჩვენი სახელმწიფო ინტერესდება, როგორც ცხოვრობენ ქართველები გალის რაიონში, როდესაც მათ არანაირი უფლებები არ გააჩნიათ. როდესაც ისინი მეორე ხარისხოვანი, მეათე ხარისხოვანი, უпростоრად მოქალაქეები არიან. ქართულად საუბრის უფლება არ აქვთ. თუ ტელევიზორს რთავენ და ქართულ არხს უყურებენ, ისიც ჩუმად, რომ ვინმე არ გაიგონოს
და ამის გამო პრობლემები არ შეექმნათ. ჩვენ სწორედაც რომ დღეს დროებით დაკარგული ტერიტორიების თემაზე ვსაუბრობთ და გთხოვთ თქვენი სამშვიდობო მიმართვით შემოხვიდეთ ეთერში აფხაზების და ოსების მიმართ. გადაცემაში უკვე პირველი ზარია გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, ჩემო ილია. მოგესალმებით. მე გენაცვალე, მე მივმართავ ზუსტად იმ აფხაზებსაც და ოსეთსაც, რომ ერთი მტერი ყავს, რომელმაც შეძლო გაფთიშა ერთმანეთს. გაფთიშა როგორ შეიძლება საქართველოში ისე იყო აფხაზი და ოსი, როგორც აი ჩვეულებრივი ქართველი. ხო ასე იყო ილია. ვინ შეძლო ეს ყველაფერი? ჩვენ საერთო მტერი ყავს და ეს ვერ გაუგია დღესაც. მე აქვე მინდა ჩემო ილია, რო არა თუ არ შემიძლია. მე გუშინ ნახე თურმე ახალი შექმნილი ეროვნული თაობა არ ყოფილა ღირსების დამცველი. მათი ღირსება მე არ ვიცი რითი განისაზღვრება. მე მაგალითად ნოდარ დუმბაძის გამო ნამდვილად ძალიან შევწოხე და გიორგი სააკაძისა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ თურმე მაგათ უნდათ სტალინის სახლ-მუზეუმის თურმე დაანგრევა და სტალინის კონცერტზე არ ვითომ მე გუბედურები ეგეთი მე ვეთიშები მაგათ მე ვეთიშები და არც ვიცოდი ბევრი შეცდა ჩემი მეგობარი ძალიან ბევრი შეცდა ეგონა რომ ეგენი იყვნენ ეროვნული ხალხი გლადიატორი ეროვნული ვერასოდეს ვერ გახდება გლადიატორები ვერ გახდებიან ერთი ჩემო ილია გენაცვალე იცით რა არის მართლმადიდებლობა ეს არის ისეთი განძი რომელიც ხოლოს ჩეულებს უნდა ჰქონდეთ აი ჩვენ გქონდა ეს ჩეულებს და ღმერთის ტოლმა კაცმა მართლმადიდებლობა დაცხოვრა საბჭოთა კავშირი და საბჭოთა საქართველო დიახაც მაგიტომ წარმოიშვა სიტყვა სამშობლოსათვის სტალინისათვის აი შეძლეს მაინც და გაფთიშეს ხო გაფთიშეთ ჩვენ დავბრუნდეთ სტალინურ გზასთან ჩემო კარგო არაფერი გვიშვენეს თუ არა სოციალიზმის აშენება კვლავ ჩემო ილია დიდი მადლობა აი მოსმენისათვის და მოდი შეხტი გენაცვალე რომ ასე დიდხანს მოვანდომე გასაგებია მადლობა თქვენ ზარისთვის თქვენ იცით რომ ეს თავისუფალი ეთერია ნებისმიერ პოზიციას დიდი ყურადღებით და ინტერესით ვუსმენთ. შეგახსენებთ, რომ დღეს ვსაუბრობთ ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. ბოლო დღეებში და ბოლო კვირებში მე ვნახე არაერთი ვიდეო, არაერთი კომენტარი ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, სადაც აფხაზები გამოდიან და ქართველებს დასცინიან, ოკუპანტად, მტრებად მოიხსენიებენ. რა უნდა იყოს პასუხი? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ ეს ნამდვილად საბოლოოდ არ დაიჯერონ, რომ ჩვენ მტერი ვართ და დასაკარგი დრო აღარ არის. ხშირად ვამბობთ ამას, აღარ არის დასაკარგი დრო და აი რამდენი წელი გავიდა უკვე. ზარია ეთერში გისმენთ? რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? როგორი იქნება თქვენი მიმართვა მათდამი პირდაპირ ეთერიდან? მართლა საპირისპირო საკითხებს მეტყვი კითხვებია ეს. ჯერმად წარმოვიდგინოთ აფხაზების საგეზი თავი. და აფხაზების მდგომარეობა როგორი დაწყებულია დამთავრებული. რასაც 11 წუთში მოხდა 12 წუთში რა. ჩვენ ვაღიაროთ რომ იყო ვიცილად ჩვენი ძალი. ის ჯგუფები ხედრიონი და გვარდია ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო. ეს კრიმინალები დაჯგუფებები იყო. როგორც იოსელიანი, პიტოვანი იყო კრიმინალები, ისე მისი ბანდა იყო შექმნილი. ჯერ აქ რასაკეთებენ სამედიცინოს განსაკუთრებით, ხაჩაღობები, ველობები, ძარცვები. შეწარმოები აფხაზეთში რა პირამი, ხო? ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ. მე ვეთანხმები იმათ ბოდიში გვაქვს მსახელი იმისთვის რომ დავიყოთ შერიგება. შერიგება აუცილებელია, იმ აფხაზეთს ჭირდებით ჩვენ. ჩვენ რა თქმა უნდა აფხაზეთის ოსეთის გარეშე წარმოვიდგინელი. კარგი. დიახ. აქ ხდება ჩვენი ხელისუფლება ამაზე აქ ფიქრობს და აქ ჭირდება. ამის მიზეზი არის იდეოლოგია, ლიბერალური იდეოლოგია. რაში სამშობლო ერთიანი ქვეყანა და რაღაც გაერთიანებული სამშობლო ერთობა ერთად არ არსებობს. მაგრამ ამათი ეს პრიორიტეტი კეთილდღეობა, ბევრი ფული, უსაფრთხოება და ხელისუფლება შეიძლება დიდი ხანი ყოფნა. ხო, დიდი ხანი ყოფნა. ეხლა რაც თქვენ ჩამოთვალეთ აფხაზებს და აქვს გავრცელებული რაშია სად არის კუვილი ეგპტ აქციები თუ არ ტარდება რა ჯეტარდებოდა პატრონარებისთვის იმად ნაცები ვის არის ყველა მაგარ კატეგორია ისაც კახეთში მოხდა რა გამართება
ეს არა კაცური და არა ქართული არანაირი საქმე ის არა. შეუვარდა ადამიანი ესე თავის ოთახში ხელიქნა შეიძლება მე იმანაცრა და დაატკავ. ნუ რა გამართლება აფხაზებს არ აქვს გამართლება და მით უმეტეს ეს კადრები აფხაზებმა უკონტექსტოდ გაავრცელეს და იქ წარწერა ჰქონდა რომ ვითომ ქართველები რუსულად საუბრის გამო ესხმიან თავს მოქალაქეებს. აი ეს გასაგებია ამ ყველაფერს წარმოგიდგე გეტყვის ააზმაო უპასუხე შენ ახლა უპასუხე რა გიგის როგორ მეუნე ჩემთან იყავი როცა ფედერაციები როცა შენი ქვეყანა შენ არ გეკუთვნი ხელისმეორემ გითხარ ვარ სამუშაოს ვენახო წადით ევროპაშიო ხო გასწო განახევრებული ხარ და ლიდერები და ხატაკები არიან რამინდა შენ და თაშინა გეკუთვნი ვარიშინა გეკუთვნი მისაშენა გეკუთვნი და არავედის ქალაქების შეიძლება მე შენ და შემოვიდგე რა უნდა უპასო მადლობ, დიდი მადლობა. გავიგეთ თქვენი სათქმელი, რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს, როგორი იქნება თქვენი მიმართვა დღეს მათდამი ამ თემას დღეს ინტერაქტივში იმიტომ გთავაზობთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ინტერნეტის მეშვეობით ქართველებსა და აფხაზებს შორის განსაკუთრებით ეს დაპირისპირება. ინტერნეტით ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, ისინი ქართულს ოკუპანტად და მტრად მოიხსენიებენ, ხოლო ქართველები მარიონეტულ რესპუბლიკად არ შემდგარ რესპუბლიკად და არარსებულ რესპუბლიკად და ეს სიმართლეც არის, ხო, ფაქტია. რას ეტყოდით? რა იქნება თქვენი მიმართვა აფხაზების მიმართ? ზარია, გისმენთ. რა იქნება ქურუმი ვარდება? არ ვარ ერთიანი ქართველი ისე ერთ ოსმა და ერთ საფხაზმა ვერ უნდა გაგიყვიროს. რა გვაქვს ბაგერის ისაცილო ვერი უნდა გაერთიანდეს მეტევრებელი აკოდი. არა რუსული იდეის და რუსული იდეის აფხაზები. მე ვარ მოსწინააღმდეგე პირადად. მადლობ, დიდი მადლობა ზარისთვის. ხო, ნუ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ის ტრაგედია, რაც ჩემი თვალით ვნახე, რომ საქართველოში LGBT ჯგუფები რომ არიან, მათ უყვართ ამ თავიანთი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნება. შენ სახლში რაც გინდა იყავი, მაგრამ ინტერნეტში რას აქვეყნებ, ამას შერერთი. და ამ ვიდეოებს ნახულობენ აფხაზები, ჩამოტვირთავენ ხოლმე და შემდეგ საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ და ყველას აჩვენებენ ამას, რომ აი ქართველები ეს არიან, კაბიანი კაცები არიანო ქართველებიო. რა თქმა უნდა, მე ძალიან გავბრაზდი ამაზე ცალკე აფხაზებზე და ცალკე გავბრაზდი იმ LGBT ქართველ სამარცხვინოებზე, რომლებიც თავიანთი ცხოვრების აი ეს ინტერნეტით დემონსტრირებას ახდენენ და მაინც და მაინც სახელი უნდა გაუტეხონ ამ ქვეყანას, სხვანაირად არ შეუძლიათ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა განაცხადი. მოგესალმებით. ქართული ენა ჩაგდალვა ეს არა ფაზი და ოცი არამედ რუსეთის სამოდი. ტრავის ჟურნალს ზოგჯერს ბიაზონთაგულია სააბრალეს ისოჩი ჩაგდა ჩირე გასაგზავნ ოსებს ერებს. ეს იყო შევარდნაძის ხელმოწერა და არავის არის სხვა. ჩვენ ისევ მოვიქცეთ მათ როგორც ისინი რუსები ეკცევიან პრეფერენს. დიახ. მადლობთ ჩემო ბატონო ზარისთვის. ჩვენ ახლა კადრებს ვხედავთ არც თუ ისე შორეული არქივიდან აფხაზეთში გაიხსნა რკინიგზა, რომელიც რუსეთს უკავშირდება, აგრეთვე ცოტა ხნის წინ კადრში იყო სოხუმის აეროპორტი, რომელმაც ფუნქციონირება განაახლა მრავალი წლის შემდეგ და პირველი რეისი შესრულდა მოსკოვიდან. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ფშორდებიან აფხაზები და აფხაზეთი ჩვენ და ეწებებიან რუსებს. რაც შეეხება ცხინვალს, იქ საერთოდ უფრო ტრაგიკულად არის ვითარება, იმიტომ რომ პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი ცხინვალში, რომ სურვილი გვაქვს, რომ მიგვიერთოს რუსეთმაო. და ამის რაღაც გარკვეული მოძრაობები და მოქმედებები არის. რას ეტყოდით თქვენ ამ ხალხებს? აგრესია და მტრობა რომ არ არის გამოსავალი, ამაზე გავამახვილოთ გთხოვთ ყურადღება. ზარია, გამარჯობა. ისმის თქვენი ხმა, ისმის. ბატონო ისმია და მალხას გულაშვილის სურათს სხვანაირად ხატავს, რომ უნდა ტელეხედი ჩავატარო და აფხაზებს უნდა საქართველოსთან და ეგ სხვები ურევენ და სხვები იკურეთმება შეიძლება სომხური დიასპორა. აი ამ კუთხით აკეთებს ეს ხელი გულაშვილი.
დიახ. მადლობთ, გასაგებია ბატონი მალხაზი, ჩვენი მეგობარია და თავის გადაცემაში თავის მოსაზრებებს ამბობს და ამ მოსაზრებებს აქვს არსებობის უფლება. იქ დიდი პრობლემაა სომხური საკითხი, ამაში ვეთანხმები გარკვეულწილად, კი არა და დიდწილად ბატონ მალხაზს. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, უცებ გაქრნენ სომხებიც, გაქრნენ რუსებიც და ჩვენ დგავართ პირისპირ აფხაზებთან. იმ აფხაზებს აღარ უყვარხარ შენ, აღარ უნდიხარ, ეზიზღები. სიმართლე ვთქვათ, რატომ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი? კი, უფროსი თაობიდან გარკვეულ ნაწილს შეიძლება ის ძველი მეგობრობა და სითბო და სიყვარული შემორჩენილი აქვს, მაგრამ ახალ თაობას არ უნდიხარ. ეზიზღები ვიმეორებ. და ეს ჩანს ინტერნეტში, რასაც წერენ ისინი. და შემდეგ ჩვენებიც რასაც პასუხობენ. და მიდის მთელი ონლაინ ინტერნეტ ომები. ზარია ეთერში გისმენთ და რა არის აქ გამოსავალი? ყველაზე მთავარი ეს არის. ყველაზე მთავარი ეს არის გამოსავალი და მიმართვა თქვენი. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ბატონო 1987 წელს ჩვენ ვიყავით სოხუმში. დიახ. მაღაზიაში შევედით. ასე რუსულად ეწერა მაგაზინ. და ასე გითხრეთ, თქვენ გაქვთ ძაღლური ენაო. ყვა საბაჩი язык. ახლა არ ვეჯავრებით აფხაზებს. კომუნისტები დოსაც ვეჯავრებთ. აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენთან კაბიანი ბიჭები და კაბიანი ქალები, საქმეები, რატია კადები არ დადიან. არ დადიან ეს პროპაგანდისტული მიზნით აკეთებენ ამას, ხომ ხდებით? გამოსავალი არ არსებობს. ურჩევნიათ მაგელი რომ სხვაერის ხალხი მივიდეს და დასახლდეს მას, ვიდრე ქართველი შევიდეს. დიახ. ასია ეს, მე ასე მგონი. ხო, ნუ ამ ეტაპზე ნამდვილად ეს დამოკიდებულება არსებობს. ქართველს ურჩევნიათ ყველა ნებისმიერი. არ მინდა ახლა მე ისე გამომივიდეს, რომ თითქოს რაღაცნაირად ვამძიმებ ვითარებას. დიდი გულის ტკივილით ვამბობ, რომ ეს რეალობაა. და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ. მხოლოდ იმის სახელი, რომ რუსეთი და კი, რუსეთი ამ ყველაფერში არის ძალიან და უმთავრესი როლის მატარებელი, მაგრამ რუსეთი რომ მოულოდნელად გაქრეს, აი რა. უნდა ჩავიდეთ ჩვენ და დავხოცოთ ეს აფხაზები და ეს მიწა ასე დავიბრუნოთ? ეს ხომ არანაირად არ შეიძლება. და ამიტომ დღესვე რაღაც ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. უნდა გამოყოს სახელმწიფომ დიდი ფული, 100 მილიონი დოლარი მაგალითად წელიწადში, 200 მილიონი, 9 მილიარდი დოლარი და დახარჯოს პროპაგანდაში. რომ დაანახოს იმათ, რომ ჩვენგან მტრობა კი არ არის. 9 მილიარდს ხომ პრემიებში და დანამატებში კარგად იღებს ჩვენი ხელისუფლება და ამ საქმისთვის წარმართონ. უკეთესი არ იქნება? და რა არის აფხაზების მთავარი არგუმენტი ხოლმე, როდესაც პოლემიკა მიმდინარეობს? ჯერ გვაღიარეთ და შერიგების პროცესი შემდეგ დავიწყოთ. ჯერ გვაღიარეთ. შემდეგ ვრცელდება სხვადასხვა წერილები რომ აფხაზების რომ ჩვენ ქართველების გამო მოწყვეტილი ვართ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ არ გვაღიარებენ, ამიტომ ჩვენ ვერ ჩავდივართ უცხოეთში სამკურნალოდ, ვერ ჩავდივართ სასწავლებლად, განათლების მისაღებად, იზოლირებული ვართ და ამ იზოლაციაში ცხოვრება ყელში ამოვიდა, ამას ამბობენ აფხაზები და საქართველოს კიდევ ერთი მიზეზია ეს მათთვის ზულთ არაღიარების პოლიტიკის გამო და სწორი არაღიარების პოლიტიკა რასაკვირველია. ზარია გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონო ილია. დიახ. ჭკვიანი კაცი მზადებით. მადლობთ. დაფიქრება უნდა ამას. აფხაზეთი და ოსეთი რუსეთმა და ამერიკამ გაიყვეს საქართველოს. გაიყვეს ტრამპს ეგონა რომ წაიღებს ესელ და დანარჩენს მეო. მაგრამ ხო ხედავ როგორ მაგრად დადგა ჩვენი ხელისუფლება. ებრძვიან ხელისუფლებას როგორმე საქართველოს დამოუკიდებლობა დაკარგოს. კარგით რა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება კაცურად დგას. და ვაცალოთ. როდემდე ვაცალოთ? 14 წელი გავიდა. გლობალიზაცია თავარი არის დაშალოს ყველა. ყველა პატარა ვინ დაშალეს? რომელი პატარა სახელმწიფო დაშალეს? ბატონო ჩემო, ძალიან
დიდრულად ცხოვრობენ პატარა სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად არ ვიცი რომელი ისრაელი, კატარი, ბევრი ქვეყანა. კატარი და ეს არა საქართველოს აინტერესებს, სოფლიოს აინტერესებს, ამერიკას საქართველოს. პუტინი, ესა ტრამპი აქ იყო. სააკაშვილის ყავდა ჩამოყვანილი და ის ზეპირად იცის საქართველოს როგორი ქვეყანაა და როგორი კლიმატია და რა არის. დიდი მადლობა. პუტინი დიდი მადლობა. გავიგეთ, თემას ძალიან არ ავწდეთ. თელ ცივილიზებულ სამყაროს მოგწყვიტა ქართულმა ოცნებამ deep state-ის და აგენტურის და სხვადასხვა ტერმინოლოგიის გამოყენებით. და მიიწევენ ირანისკენ და მიიწევენ არაბული ქვეყნებისკენ და ვაცალოთ და ამას შევეგუოთ, ამის თქმა გნებავთ. და ამავდროულად, აგერ სამეზობლოში რუსეთთანაც ვერ დაულაგებიათ საქმე ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, რომ რაღაც ყინული დაიძრას ამ კუთხით. და ვაცალოთ და შევეგუოთ და დაველოდოთ, როდის მოხდება სასწაული და დღევანდელი ხელისუფლება გარდატყდება და რაღაცნაირად კარგად იმოქმედებს იმის შიშით, რომ რაღაც ბუნდოვანი deep state-ი ჩვენ გვემუქრება და სუვერენიტეტს გვართმევს თურმე. ტრამპზე რომ იტყვი deep state-იაო, კაცი რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ვალია deep state-ისგან და მსგავსი არაფორმალური მმართველობისგან გაათავისუფლოს მსოფლიო და ტრამპსაც იგივეს აბრალებენ. ნუ ავწდებით თემას, რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? როგორი იქნება თქვენი მიმართვა დღეს მათდამი? ამ კითხვას იმიტომ ვსვამთ, რომ ძალიან გახშირდა ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დაპირისპირებები ქართველებსა და აფხაზებს შორის. ცუდი სიტყვებია გამოყენებული. ეს არ არის ერთეული შემთხვევები, მასიურ ხასიათს იღებს. სიძულვილი მოდის იქიდანაც და აქედანაც პასუხი აქვს. სათანადო სიძულვილი და სიძულვილი არ გვინდა ჩვენ, გვინდა გამოსავალი და შერიგება, ხომ? აქეთ უნდა ვიყოთ მიმართული. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. აი თქვენ რომ ამბობთ, რომ რუსეთიო არა მთავარი ფაქტორიო. როგორ არის რუსეთი მთავარი ფაქტორი? მთავარი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ქალბატონო, მე არ მithქვამს, რომ არ არის შემოვიდა რუსეთი. კავკასიაში რაც შემოვიდა, იმის მერე დაგვიპირისპირა ზუსტად ის ძველი აფხაზები თუ დაჩნენ კიდე იქ, იმიტომ რომ ის ძველი აფხაზები თავს ქართველებად თვლიდნენ და ინტეგრირებული იყვნენ ქართულ კულტურაში, საერთოდ აფხაზეთი იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად. როგორც კი რუსეთმა ფეხი დაადგა კავკასიაში, ეს პრობლემა გაჩნდა. ისევე როგორც ოსებთან მიმართებაში, ისევე როგორც აფხაზებთან მიმართებაში. დღეს იქ არიან გააფსუებული მეგრელები, ძირითადად რო იცოდეთ. 80% იქ რო წერს ინტერნეტში. ვითომ აფხაზები რო არიან გააფსუებული მეგრელები. სხვათა შორის. კი, ერთი რამე ჩაეწერნენ აფხაზებად, იმიტომ რომ საჭირო იყო ეს მიზან მიმართული პოლიტიკა იყო, ეს როცა საჭიროდ რო დადგებოდა დაეპირისპირებინა დანარჩენ საქართველოსთან. არიან ქართველები და ვერ გაუკვირვიათ და რა ვიცი, ისეთი განსაკუთრებულ სიძულვილს ისინი ავლენენ ქართველების მიმართ. კი, ასეა. და ეს არის ზუსტად რუსული პოლიტიკა, ეს უსლოვის გეგმა, დაკავი და იბაწოდე. 1921 წელს შემოვიდნენ კიდე და დაამხეს მენშევიკების მთავრობა, შეუქმნეს ცალკე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამეგრელოს წაგლიჯეს მიწები, გალი ოჩამჩირე და სოხუმი, ცხუბლი, აბა სამეგრელოა, აბა აფხაზეთი არ არის, ისტორიული აფხაზეთიც არ არის, სამეგრელოს მიწაა ეს. კოდორის ხება სვანეთია. ცხინვალის რეგიონს და ის საერთოდ ოლქი რო შეუქმნეს ბოლშევიკებმა, საერთოდ არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მაგ ოლქით შექმნა. ცხინვალი ქართული ქალაქი იყო. ცხადია. ჯავაში იყვნენ. ცხადია, რას ეტყოდით თქვენ? რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? მიმართვა რა იქნება? რამდენიმე სიტყვით. არ არიან დამოუკიდებლები ჩვენთან ურთიერთობისას. ისინი მართულები არიან მოსკოვიდან. აქედან გამომდინარე, როგორც კი ისინი რაღაცა შემრიგდებულ ნაბიჯს გადმოდგავენ ქართველების მიმართ, თუნდაც ოსები, რაღაცა ჯგუფი, თუნდაც რაღაც იქ აფსუებს ვეძახი მე მაგათ, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა აფსუები ვარ თუ ალბათონო გავიგე, მაგრამ ამ ხალხის იგნორირება არ შეიძლება. გადმოდგავენ საქართველოს და ქართველების მიმართ.
ეგრევე რუსეთიდან ექნება თუ ნეგატიური ამ ხალხის იგნორირება არ შეიძლება. მომისმინეთ თუ შეიძლება ამ ხალხის იგნორირება არ შეიძლება. იქ ცხოვრობენ ადამიანები და თქვენ რას ეტყოდით მათ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა რაღაცნაირად მოგვარებისკენ წავიდეს. გავიგე რომ რუსეთისგან იმართებიანო ამბობთ და დიდწილად გეთანხმებით ამაში, მაგრამ გამოსავალი რა არის? გამოსავალი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო მასშტაბით აწარმოოს მოლაპარაკებები ამ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ, რა გზით, რა საშუალებებით ვიბრუნებს. რუსეთთან მოლაპარაკება იქნება თუ დასავლეთთან ვაჭრობა იქნება თუ არ ვიცი, ყველა გზა საშუალება იმისთვის, რომ ეს ოკუპირებული რეგიონი დაუბრუნდეს საქართველოს. კი ბატონო. ძალიან ხშირად მომხდარა ესეთი ფაქტები, რომ ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ არ მოხდება მათი დაბრუნება, მაგრამ ძალიან ხშირად შეცვლილა საერთაშორისო ვითარება ისე, რომ დაბრუნებულა დაკარგული ტერიტორიების და გაერთიანებულა ქვეყნები ათენდა თვითონ კონკრეტულად აფხაზების, აფსუების და ოსების მიმართ, რა თქმა უნდა, აგრესიული პოლიტიკა ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ პასუხი უნდა გავცეთ იმაზე, როდესაც მთელი ჯგუფები აქვს შექმნილი და ქართველებს თავზე წალაკს ასხავენ და ჩვენ ვინა ვართ. ჩვენ სახელმწიფოსაც ჰქონდა და მაგათ შეგვიქმნეს აქეთ ოსები, იქით აფსუები და ეს არის ეს კი არა. ჩეჩნები და ინგუშები გააქტიურეს რუსებმა და აცხადებენ, რომ თურმე აღმოსავლეთის ქართველები ჩეჩნები და ინგუშები არიან. იგივე პოლიტიკაა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. მადლობთ, დიდი მადლობა ქალბატონო, გავიგეთ თქვენი საუბარი, ერთ წმინდა ხაზი გაუსვა, რომ მე ვთქვი, რომ რუსეთი ნამდვილად მნიშვნელოვანი როლის მატარებელია ამ საკითხში და რუსეთის გარეშე არ ვიცი ეს თემა გადაწყდება თუ არა, მაგრამ წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ რუსები არ იყონ საერთოდ და დღეის მოცემულობით იქ მცხოვრებ აფხაზებს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით ეზიზღებათ ქართველი და აქ რა არის გამოსავალი თქვა, ამას უფრო ვამბობდი მე. რაც შეეხება გენეტიკას, გენეტიკური კვლევების მიხედვით აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ვინც თავს აფხაზს უწოდებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართველი გენეტიკით. უბრალოდ აღარ თვლიან თავს ქართულად. ერთი ასეთი შემთხვევა იყო ამ სოციალურ ქსელებში კამათი რომ მიმდინარეობდა, მე დამიწერა კომენტარი ერთ-ერთმა პიროვნებამ აფხაზეთიდან, სოხუმიდან, გვარად ჩაჩიბაია იყო, ჩემი მოგვარე, ანუ მე აფხაზი ვარო, შენ კიდე ოკუპანტი ქართველი ხარო. აი ასეთი სიტყვები დამიწერა. უნდა გაგიჟდე ასეთ აბსურდზე. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. მოგესალმებით. რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? მე ერთს ეტყოდით, აფხაზებს ქართველების კი არ უნდა ეშინოდეს. უნდა ეშინოდეს სომხების, რომლებიც სადაფეხს დადგნენ, ყველაფერი თავიანთი გონიათ. ერთადერთი დღესაც დავიკითხე გარჩევ გორი, თურმე, გორს ერქვა გორის. თუ ჩამოაცალესო და გორი არისია. გორი გახადესო. თორე სომხების არისო, გამიგედა. ერთი რამე არის და გამიგეთ რა სწორად. სადაც სომეხი ფეხს დაადგავს, იქ საერთოდ თავითი აი მიწაგონია და ყველაფერი. ჩვენი ნუ შეეშინდებით. შეეშინდათ სომხები. სომხები ატარებენ, მე მახსოვს ჩემ მეგობართან ერთად სასტუმროში რო შევედი, პასპორტი მოგთხოვეს, პასპორტი ჩვენ ძღოლები ვიყავით მაშინ. რო შევედი, ჩვენი გვეკუთვნოდა სასტუმრო, წადითო პოლიცია, მაშინ მილიცია იყო. წადითო მილიციაშიო, მოიტანეთო ცნობაო, რო თქვენო ძღოლები ხართო. იქ რომ მივედი, მაშინ აღდგნენ კაროჩე და აფხაზები ხმას არ იღებდნენ. სომხებმა კიდე კარგი რომ ჩემეგობარს ესმოდა და იცოდა სომხური. სომხურად რო შეატყო, სომხები იყვნენ ის მილიციონერები. სომხურად რო დაუწყო ლაპარაკი, აკაციო გამიგეთ? და თავზე ეწნენ მაშინად კომუნისტების დროსაც და ეხლადან. გავიგეთ, მადლობა დიდი სარისთვის. მე
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველოში მცხოვრებ სომხებს დიდ პატივს ვცემ, სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებსაც დიდ პატივს ვცემ, ესენი ჩვენი მეგობრები არიან, თუმცა მაინც და მაინც დიდ პატივს კი არა და საერთოდ არ ვცემ პატივს იმ სომხებს, რომლებიც წავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ დასახლდნენ. ეს იყო საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება. მხოლოდ იმ ხალხზე მაქვს საუბარი, ვინც წავიდა აფხაზეთში და იქ ცხოვრობს. თორემ დანარჩენ სომხებთან რა გვაქვს ჩვენ ახლა საპრეტენზიო მეზობლები, მეგობრები და რა ვიცი, რა ვთქვა მეტი. ზარია, გამარჯობა. ილია. დიახ, გისმენთ. გამარჯობა შვილო. მოგესალმებით. ეხლა რა არის, რა მინდა ვთქვა? დიახ. თქვენ ეს ეხლა რაც მინდა ვთქვა, ჩემზე კარგად იცის შვილო. დიახ. რომელ ადამიანებთან მოლაპარაკება საჭირო აფხაზეთში თუ ოსეთი? თავარი აქ არის რუსეთი. ვინ აკითხებს აფხაზეთს და ოსეთს? თუ ჩვენ გავერთიანდებით აფხაზეთი, ოსეთი და ოსები საქართველო, მაშინ რა ჩაბარდე რუსეთს. და რუსეთის ჩაბარება, როგორც ამერიკასთან არ უნდა მოსახლეობის ნახევარ ჩაბარება და არ უნდა კოლონიად, ისე არ უნდა რუსეთთან გუბერნიასთან. ეს ხო თქვენ ჩემზე კარგად იცის შვილო. ეს ისე არ მოხდება თუ არ ჩაბარდები და რომელი მოლაპარაკებაა, რომელი ეს ხო ზღაპრები არის შვილო. ემაზე ხო რაღა უნდა ვთქვათ არ ვიცი. ეს იცი უკეთესად, მაგრამ ეს ლაპარაკი არის ტყუილი და ტყუილი. კარგით, მადლობა, თუმცა პესიმისტური შეფასება იყო საკმაოდ. რუსეთის ფაქტორი ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, მაგრამ თქვათ ერთ დღეს გამოვიდა რუსეთი და გულწრფელად თქვა ისე კი არა, ხანდახან რომ გამოვლენ ხოლმე და თქვენი ლაპარაკეთ, თქვენ შევერიგდით, ჩვენი რა საქმეაო, ვითომ რომ განზედგებიან, ასე კი არა. თქვათ ერთ დღეს გამოვიდა რუსეთი და განაცხადა, რომ აი ბატონო, მომხრევართ, რომ გაერთიანდეს საქართველო. ჩვენ როგორ უნდა გამოვძებნოთ საერთო ენა იმ აფხაზებთან და ოსებთან, რომლებიც გაიზარდნენ პროპაგანდაში, სადაც ქართველი საძულველ ადამიანად იყო, ოკუპანტად იყო, მტრად იყო წარმოჩენილი. შეაზიზღეს ამდენი პროპაგანდით, სკოლიდან იწყება ეს, შემდეგ უნივერსიტეტი აქვს, იქაც ქართველის წინააღმდეგ მიდის დღე და ღამე საუბარი. ომის ფაქტებს იხსენებენ, სადაც ქართველმა რაღაც ჩაიდინა, ვიღაცა მოკლა, ვიღაცა გააუპატიურა, ვიღაცას რაღაც დაუშავა და ეს საშინელი ფაქტები ბავშვობიდანვე მოძდევთ გონებაში. გავიგეთ, რომ ქართველებმაც გარკვეული გადაცდომები ჩაიდინეს, მაგრამ 10 ჯერ მეტი სხვამ ჩაიდინა, მაგრამ ამ სხვას კი არ იტყვიან. მხოლოდ რამდენიმე ცუდი ფაქტი აქვთ ამოღებული და ამას უსვამენ ხაზს. ზარია ეთერში, გისმენთ, რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს, როგორი იქნება თქვენი მიმართვა დღეს მათთან? პირველ რიგში მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონო, თქვენ ალბათ რომ ქართველები რაღაცა შესაძლოა არც აშავებდნენ, მე არ ვიცი, მაგრამ აფხაზებში ასე ასწავლიან აფხაზები თავიანთ შვილებს. დიახ. Sunt patriotismul odeptavien siparul relațet dituia migrațion. Es sunt unde gauchalistel. Saçını bak sundan mutledos. Sundat brevma saeklesio. Sudadis. Sahureba. მადლობ, დიდი მადლობა ეკლესიის როლზე მიუთითებთ თქვენ და დიდი მადლობა ამისთვის. გავიგე. სხვათა შორის ჩვენ საქართველოში გმირების დაფასება ნაკლებად გამოგვდის დანარჩენ საქართველოში და აი აფხაზებს ბილბორდები აქვთ და ბანერები დამონტაჟებული ქუჩებში და ომის თუ პოლიტიკური გმირების სურათები აქვთ გამოკრული და ჩვენთან ესე არ ხდება და ასე ვთქვათ პატრიოტულად, ეროვნულად თავიანთი გაგებით ეროვნულად იზრდებიან იქ ეს ახალგაზრდები და შეცვლილი აქვთ ბუნებრივია აზროვნება. ისინი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და უნდა იყოს და მიიჩნევენ, რომ ეს დამოუკიდებელი ერია. სამწუხაროდ მძიმე მოცემულობაა და აქ გამოსავალს რაში ხედავთ? ზარია, გამარჯობა. დიახ, დაიწყეთ საუბარი, ეთერში ხართ.
სოფელი არის მის. წუხვარ უკაცრავად არის მის თქვენი საუბარი. ამიტომ ტელევიზორს ხმას თუ არ გამოურთავთ, ვერ გავიგონებთ და მომავალ ცდაზე ტელევიზორს გამოურთეთ ხმა აუცილებლად. დასაკარგი დრო არ არის, აღარ რჩება დრო, ამიტომ ჩვენ დღეს ვუბრუნდებით დროებით დაკარგული ტერიტორიების თემას. ზარია ეთერში გისმენთ? ილია, დიახ. რა საკითხი იყო დღეს? რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? როგორი იქნება თქვენი მიმართვა მათდამე? აი ესე იგი, როგორი მიმართვა იქ? ყველაზე კარგი არის, რომ თვითონვე დაფიქრდა. აი ჩერდებით, ეთერში ხართ. თუ შეიძლება მომისვა. ნუ ჩერდები. გავიწყებინეს. მე აფხაზებს გავიწყებინ. აფხაზებს. დიახ. სამაჩაბლო. ჯერ რუკას დახედო. კავკასიონი, საიდან არის კრასნოდარსკი კრაი, საიდან გახდა სოჭა. გელენჯიკი კი არ იყო, ეგ იყო გელენჯინჯი, მეგრულად არის ფეჩები. მაქედან იწყებოდა საქართველოს. ცოტა ხო უნდა დაფიქრდე, ჩვენ თემსიკიდან გადავდივართ ვინმე? რამეს ვიფხროთ? ოსები შემოუშვით. და დღეს ასე კადრულობენ, რომ ეთერო და ეხოსო, ვინაკეხაობი, ძალიან კარგად იცნობდითო. დიახ. ქართველები არავის არაფერს არ უშლია. დიდი მადლობა, გასაგებია. მადლობთ ზარისთვის. სხვათა შორის ის ოსები, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, ისინი არიან საქართველოს ნამდვილი პატრიოტები და არაერთ ასეთ ადამიანს ვიცნობ, მე ძალიან მიყვარს და ეს კონფლიქტი არ უნდა მომხდარიყო. არ უნდა მისულიყო ამ მდგომარეობამდე ვითარება. რაღაც სიბრძნე ჩვენც უნდა გამოგვეჩინა იმათაც არ ვიცი, რუსეთს უნდა დაენებებინა საერთოდ თავი ჩვენთვის და ეცლია ამ ახლად შექმნილი ხელახლა შექმნილი დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის. უნდა მიეცა სიცოცხლის საშუალება და განვითარების საშუალება და ის რაც გაგვიკეთეს მაშინ ძალიან საწყენია და ბევრი სამართლიანი პრეტენზია გვაქვს ჩვენ რუსეთის მიმართ და აქ გამოსავალზე უნდა ვისაუბროთ რა საკვირველია. 557-88-55-88 ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. 55 წლის კაცი ვარ. ანახი მაქვს აფხაზეთის ხოხუმი კარგად ვიცი გაგრა ყოლა და ნუ აქ რასაც ყვებოდნენ ტელევიზორში დამამცველები წინები ნუ ძირითადად არის პრობლემებზე საუბარი. დიახ. პრობლემას უნდა მოგვარება. მოგვარებისთვის საჭირო არის როგორც თქვენ ბრძანეთ საკმაოდ დიდი თანხები. კი ბატონო. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ და ეგ ტერიტორიები 90-იანებში დავკარგოთ. რა თქმა უნდა, დიდი ძალა იყო არაპროპორციული გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ და ნუ ამ ყველაფერს გადახვა ჩვენი ეს ულამაზესი კუთხე. და ამდენი ხალხი გამოგვიყარეს გარეთ და არიან ტოლვილებაც და ეხლა მინდა რომ ერთი რაღაცა ვთქვა. 1000 რაღაცაში ხარჯავენ ამ თანხებს. ხო შეიძლება რომ რაღაცა გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები დააფინანსონ იქა. არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი ქართული ინტერესები. ვეფხის ხაოსანს რო ამახინჯებენ და რაღაც სისულელს რო იღებენ. გააკეთონ რაღაც ერთი კარგი კინო აფხაზების და ქართველების მეგობრობაზე. სიმღერა დაწერონ სადაც აფხაზზე და ქართველზე იქნება სიმღერა და სიყვარულზე იქნება. რაღაც საერთო ასე ვთქვათ ის გააკეთონ რომ ხალხი მოიწვიონ იქიდან. და იმ ხალხს უმასპინძლონ, კეთილად დახვდნენ, კეთილი განწყობით შეხვდნენ. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მაგათ ვაღიარებს და დამოუკიდებლობას უღიარებს. კი ბატონო. ეგ არის ახლა მაგის 100%-იანი რეცეპტი არ არსებობს. არ არსებობს, რა თქმა უნდა. ფორუმები უნდა მოაწყონ. უბრალოდ რაღაც უნდა გადავდგათ ნაბიჯები. თქვენ გეთანხმებით საშინელებებს გვიძახიან ამ ქსელებში, კაცო. სიგნები დაგვიწყეს ახლა ძახილი ამ ბოლო დროს. რა და რაღაც საშინელებებს გვეძახიან. არა კავკასიელებოდა, აბა ისეთებოდა, აბა ასეთებოდა ესე. ხო, ზიზღია, დიდი ზიზღია ძმაო. კი ბატონო. მადლობთ, გეთანხმებით, ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ თქვენ გამოსავალთან დაკავშირებით და
ვიზიარები იმ მოსაზრებას, რომ უნდა იხარჯებოდეს დიდი ფინანსები პროპაგანდისთვის, უნდა შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციები. უშიშროება იმისთვის არის, რომ ეს მოიფიქროს, მოიგონოს და კარგად გააკეთოს. ისე კი არა, რომ ახლა ყველა ამას ხედავდეს, მაგრამ ეს რომ კეთდებოდეს და სახეზე იყოს, რაიმე შედეგსაც დავინახავდით და შედეგი არ არის. უნდა დაიხარჯოს მილიონობით ლარი პროპაგანდისთვის, დოლარი. უნდა წარიმართოს ეს და გონივრულად გამოყენებული იქნას. ვიღაცა მოისყიდონ, ვიღაცა დაამუშაონ, რაღაც მოიმოქმედონ ბოლოს და ბოლოს, გადის დრო და გავიდა ცხოვრება და ვეღარასდროს ვეღარ დავიბრუნებთ მერე ბოლოს. თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ ყველანაირი ძაფები გაწყდა და ყველანაირი ხიდები ბოლომდე ჩაიმცხვრა. სანამ დროა, უნდა იმოქმედოს თვალსაჩინოდ, გონივრულად სახელმწიფო. 5-5-7 88 55 88 პირდაპირ ეთერში ვართ. რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს, როგორი იქნება თქვენი მიმართვა დღეს მათდამი. ზარია, გისმენთ. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. მაგათთან ურთიერთობა და სიკეთის დაფარება ასე უეცრად და ასე ადვილად არ იქნება, მაგრამ თანდათან უნდა დავაწყოთ ურთიერთობა, გამოვნახოთ საერთო ენა, დავეხმაროთ მაგალითად ეკონომიურად, სამედიცინო დახმარებები დაუჭიოთ, რა ვიცი, აბა ბევრი რაღაც და რა თქმა უნდა მარტო ჩვენ საუბრის დათბობის და იმით ვერაფერს გავაკეთებთ, რუსეთიც არის მთავარი და ეს ორივე მხარე მთავარია, მაგრამ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება. უნდა ეცადოს ყოველი შემთხვევისთვის, აბა ასე უნდა იყოს, გაყინული მდგომარეობა უნდა იყოს. კი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. აი მაგალითად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რა გააკეთა? იფიქრეს, იმუშავეს, ფული დახარჯეს და ხუთიანზე შეასრულეს სამუშაო. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მინიმალური მსხვერპლით აღადგინეს. ეს სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის. ზარია ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით, გისმენთ. Алло, ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა. ჩვენ გვაქვს ერთი გამოსავალ. დიახ. უნდა ვესაუბროთ რუსეთის ხელმძღვანელს. დიახ. უკეთესი ვარიანტი არ იქნება. რომ კურნავია ვიძახოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უარესად მუშაობს. დიახ, უარესად მუშაობს ამ შემთხვევაში დრო. დიახ. ერთადერთი კაცს უნდა ვესაუბროთ იმ კაცს. კი ბატონო. მადლობ თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის მეც მომხრე ვარ დიალოგის სწორედაც რომ დაპირისპირებულ მხარეებსა და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არის საჭირო და აუცილებელი არ არის თქვათ მეგობართან დიალოგი. მეგობართან მიხვალ და ისედაც დაილაპარაკებ, მაგრამ მოწინააღმდეგესთან აქვს დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა და საჭიროება. ზარია ეთერში, გისმენთ? ესმის გისმენთ, ეთერში ხართ, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა. გაგიმარჯოთ, დიახ. გამინდა გითხრა. დიახ. რატომ მოდი ჩემი ხმალგან? მოდით, თქვენ განაგრძეთ საუბარი, გთხოვთ, ეთერში კარგად ისმის. კაი. ჩვენ აქ ერთმანეთს რას უშვები? ხედავთ ამას აფხაზები და კი. წარმოიდგინეთ რა დღესია. კი. იქ სომხები რაც აკეთებენ. ჩვენი ხალხი გამოყარეს აქეთ. და ჩვენ მოუწყვეთ გენოციდი. დიახ. აი ესა უბედურება და ლაპარაკი უნდა. კი ბატონო, ლაპარაკი საჭიროა. დაასრულეთ? სალაპარაკო იმდენია, მაგრამ დღეისთვის დაასრულეთ. მადლობა თქვენ ზარისთვის.
სამწუხაროა ის, რომ ყოველწლიურად ფართო ღონისძიებები ეწყობა ქართველ ოკუპანტზე და ქართველ დამპყრობელზე გამარჯვების დღეს, ზეიმობენ სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები და სახალხო ზეიმად არის ეს მიჩნეული. ვიმეორებ, რომ ბოლო დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკმაოდ დიდი აგრესია, რაც აფხაზებს აქვთ ქართველის მიმართ და ქართველების აგრესიაც გამოჩნდა, რომლებიც პასუხობენ ამ agresiას. სათანადო სიტყვებით და სათანადო კომენტარებით ეს სოციალური ქსელებით ბუნებრივია. კიდევ ერთხელ მინდა გულისტკივილით თქვა, რომ ეს სიკეთეს არ მოიტანს, რომ დაპირისპირება გადასულია სოციალურ ქსელებში. ჩემი ბავშვობის დროს და შემდეგი თაობის დროსაც ბავშვებს აფხაზებზე ლექსებს გვასწავლიდნენ და ასე ვიზრდებოდით, რომ ეს ძმა და ეს მეგობარია და ეს ერთი ერი ვართ და ერთი ქვეყანა ვართ და ასე შემდეგ და სითბოთი და სიყვარულით გავიზარდეთ ჩვენ საქართველოში და ამ დროს თურმე ისინი ქართველი სიძულვილით იზრდებიან და ახლა დღევანდელი რეალობის წინაშე რომ დავდექი და მეც და სხვა ჩემი თაობის წარმომადგენლებმა შევხედეთ ეს აფხაზები რას წერენ ქართველზე ცოტა არ იყოს გაწმილებული და იმედგაცრუებულები აღმოჩნდით. სარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. სანამ რუსული ფაქტორი დაწესებს, მანამდე არაფერი არ ეშველება ამ საქმეს. რუსეთის გავლენა მიდიათ მაგალითად. კი ბატონო. პუტინი ელოდება უკრაინის დამარცხებას და უკრაინა თუ დამარცხება, მას უნდა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო. შუა აზია მაგათია სულეთია ის 5 რესპუბლიკა. ერთ საათში თავისუფლად ჩემო საქართველოს უმრად რა თქმა უნდა. საქართველოს აიღებს და სომხეთის ისიც არაფერი არ არის. თქვენ თუ იცით პუტინის დავალებით დიდ ქალაქებში იდგება სტალინის ძეგლები. სტალინს აწובה, აი უხეშად რო თქვა. მაგადანში, ვოლოგდაში, ჩრდილო კავკასიაში მოძრაობა და კიდევ რამდენი ქალაქში რაც არ ვიცი, რაც მე გავიგე. ახალი ამ წელს აშენებენ რაკეტა იმაში, ვოლოგდაში და იმაში. ოქროსლოებებში. მაშორებუში. სტალინურ ძეგლებს აშენებინოს იდგავენ პუტინის დავალებით. ხედავთ როგორი პროპაგანდა. ისე რომ რუსული ფაქტორი თუ არ ჩაიხსნება, ჩვენი შერიგება არ მოხდება. რაც არ უნდა იმოქმედოს, როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, რუსული ფაქტორი თუ ჩაიხსნა, ამ შემთხვევაში გაერთიანება საქართველოს. კეთილი, დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი სათქმელი, მაგრამ ჩვენც ხომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ასე არაფრის კეთებით და მოლოდინით იმისა, რომ თავისით რუსეთი გადგება გვერდზე, ეს რაღაც ბავშვური წარმოსახვა მგონია. გალში და მთლიან აფხაზეთში ჯარიმებია იმისთვის თუ ადამიანი ქართულ სიმღერას მოусმენს. მაგალითად, ქორწილში თუ ჩართავთ გალის რაიონში და არა მარტო გალში ქართულ სიმღერას, ამ შემთხვევაში 3000 ლარია ჯარიმა, რუბლებში ეკვივალენტი. თუ ავტომანქანაში ჩართავს ადამიანი ქართულ სიმღერას, აქ კი 1500 ლარიანი ჯარიმაა. და სოხუმში ქართველები რომ ჩადიან მათ შორის გალშიც ყველა ერიდება ქართულად საუბარს და გალის მოსახლეობა მეასე ხარისხოვან ადამიანად არის მიჩნეული, უფლებებიც კი არ გააჩნიათ. მოკითხვა ყველას, ვინც დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, გაუწოდოთ ერთმანეთს მშვიდობის ხელი უნდა და გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ამის გასაკეთებლად. სიკეთეს გისურვებთ, ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღეს ინტერაქტივს, გემშვიდობებით ნახვამდის.